თან შეგერა, გაგიტკბა ხო ეს რეპერი? არა ხო ბიჭო. ანუ რეპერი მაშინ ვინ გადაწყვიტა რომ საუკეთესო იყო? ბეთლების გარეშე უფრო რთული არის თქვა პოპულარობა. გაუგებროთ ლაპარაკობ ხო მგონი? გაუგებარი Young Mike-თან ერთად. მოგესალმებით YouTube მაყურებლებო. მე ვარ Young Mike, თქვენ უყურებთ გადაცემას გაუგებარი. დღეს ჩემი სტუმარია ცნობილი ქართველი რეპერი ბედინას ნათლული ბანი. დარო. გამარჯობა. აი? როგორ ახარ, რა შვი? კარგად, შენ როგორ ხარ? არა მიშავს. რა ჯიგრულად ხო ხარ მაგრად, ხო ხარ ჯიგრულად, ხო ხარ მაგრად. ხო ხარ ჯიგრულად, ხო ხარ მაგრად. შენ მითხარი რა მოგიყვანო ბარში? აქეთ თუ იყავი, მომენადრე დეგნისკენ და შემოგიარი. არა მითხარი, ეხლა ვიცი რომ რაღაცა გულის ნადებიც გაგდა, გინდა რომ გადააყოლო გული და არ დამიმამო. ხო იცი მე კი, კი. გაგიგებ. გაუგებ. გამიგებარი. Yeah. გამგებარი. გამგებარი. კიდე შეიძლება რამე. კი. გაუგებანი. გაუგებანი. და აქ რომ მოხვალ და აქედან წახვალ მე უკვე სხვანაირად უფრო სხვაბანი ვიქნები. სხვაბანი იქნები, კი. საბანცა სხვანაირად დაიხურო და Hell no. Oh hell no! მითხარი, მე ვიცი ერთი ბიჭო არა დიდი ამბავი ვიცი რა. ბეთლავია და რაღაცა ცოტა. არ გიბეთლავია და სასმელს გავატან თქო რა. სასმელს გაატან? აი, რომელ სასმელს გავატანოთ? გადავაყო. ტეკილა მიდის იქეთ. ტეკილა. დავაი. ტეკილა! სადაურია ტეკილა? სადაური სასმელი არის? ხო არიცი? ბიჭო აი ახლა გეცოდინება შენ რეპერები განათლებული მექსიკური იქნება. მექსიკა! ხო? ტეკილა მექსიკა, არ ვიცი, მე მგონი მექსიკურია. მექსიკურს გავს. გავს. კამის ეცოდინება. თქვენ უყურებთ რატის ბარს. ბოლო 1 წლის განმავლობაში შენ ხალხმა გაგიცნო ბეთლებიდან. შეიძლება ითქვას, ხო? Yeah. უფრო დიდმა საზოგადოებამ ვიდრე მანამდე გიცნობდა. რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში? შეგიძლია გითხრა. სულ სხვადასხვა ფერებში ვხედავ ახლა ყველაფერს ირგული რა. მანამდე შავთეთრი იყო? შავთეთრი იყო ყველაფერი. გაფერადდა. გაფერადდა, 1-2. ის ფილმი რო არ გააკ ნახე პლეზენტვილი? აა. შავთეთრეში რო ცხოვრობენ და მერე ჟიმაობენ და იქ ფერადდა. ხო, სადაც შეგიძლია რომ მიდის. ნუ შენ შემთხვევაში სადაც გაირითმა იქ გაფერადდა რა. ხო შეიძლება იცოცა ვიწრო აი გაწყვეს ისე. ნუ რეპერობა გინდოდა მანამდეც თუ ეს რო შემთხვევით აღმოჩნდა სფეროში თუ რო აღმოჩნდა მე ფეხბურთელი ვიყავი. ფეხბურთელი. ვაფშე არ უსმენდი რეპს. რაღაცა 6 წლიდან ლექსებს წერდი და რაღაცებს რომ ამბობენ ვაფშე ლექსი. ესე წარმოგედგინა თქვა რეპერობა? არა, უფრო მაგარი მეგონა. უფრო მაგარი გეგონა ვეროთ. აი რა ასპექტში გაგიცრულა იმედე. ბიჭო, არა, მამეთ ახლა ვატრაკებ 1 წელია რაც აქ ვარ. შეიძლება არის უფრო მაგარი რა, ხო აქ საფეხურები ყველაფერს ვარ, ახლა მეორეზე ან პირველზე რა ვნახოთ რა. ეს ვიხუმრე შენ გაქნა თქვენ ერთ გადაცემაში უფრო მაგარი მეგონაო და მაგით კი. არ მახსოვს, მაგრამ ხო ტო კაფესთან ტო კაფე მოვიდა ტო კაფე აქ არის. ანუ აი ხა რომ მოგეცეს საშუალება და თავიდან რო დაიწყო. რამეს შეცვლიდი თუ არა, მე მგონი არ შევცვლიდი არაფერს, ანუ პირველი ეტაპი რაც მქონდა, ანუ ეს ბეთლებით რო გამოვჭდი, ეგ ქენი. ეხა შემდეგ საფეხურზე, ეხა არ ვიცი რა, ეხა ალბათ ალბომები და უფრო მუსიკალური კუთხით რა ვიდე ბეთლებით. ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი რა, ყველაფერი კარგად ვქენი, მე მგონი პირველი რო არ წამეგო მაგრად გაასწორებ და იცი, ანუ აი მე რა თესლი იქნებოდა, მაგრამ არა, იქნებოდა იგივე შემართება გექნებოდა, მე პირველი რო შეიძლება, ხო, ეგ შეიძლება არ მქონოდა. მე მგონია რომ ისიც საჭირო იყო მგონი რა. მაგრამ მაინც თითქოს რაღაც ხინჯად გაქვს, იმიტომ რომ ხშირად ახსენებ, ხო? კი. ისე უცნაური არის, იმიტომ რომ რამდენი რაღაც მოიგე მას შემდეგ. და ვერ ხვდები კიდე რამდენი უნდა მოვიგო რომ დამავიწყდეს ის. ნერვები მეშლება პროსტა. მაგიტო მოვედი. მაგიტო. მაგიტო. შენ ისიც სახსენეს ერთგან თუ რამდენიმეგან რომ აღარ ვაპირებო PvP flows ბეთლებზე გასვლას. შენ თუ ინტრიგანი არ ახარ. ხო, კი. მე ვარ ინტრიგანი თუ ახლა ფაქტია. ფაქტია, იო. ხო, მე კითხვა რაში მდგომარეობს. ხო და მე აღმოჩნდი ისევ ამ PvP ბეთლის
თუ PvP flows battle-ზე. მე არ მაქვს პრინციპიან მორალიან ბედი. არა, ეს გასაგები არის, მაგრამ ანუ მაინტერესებს შენი დინამიკა რა. არა, მართლა თუ გაინტერესებს, ანუ აგერ ვილაპარაკეთ. ანუ არ გაქვს. ანუ კიდე რომ მოგზნო იმის საშიშროება რომ რაღაცა ისეთი ამოვიჭერა, რაღაცა არ გავიდოდი, მაგრამ რისი საშიშროება? მომარდით რა, რაღაც კატ ან რაღაცა, ანუ აა ანუ ამაში იყო. რა გაუგებროდ ლაპარაკობ, ხო მგონი? რა რისი კითხვა მინდა რა, რომ ანუ შენი აზრით ბეთლების გარეშე, აი, უფრო რთული არის, თქვა, პოპულარობა ან ალბომით, ან ტრეკით, ან კლიპით, ან რაღაცით. ბეთლებით უფრო მარტივია. ხო, უფრო მარტივი გზა, ჩიტ კოდი ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქართულად მოსაუბრე გამოვიდეს და რაღაცები ვიბლატავოთ. ანუ რა კრიტერიუმი გაქვს აი მაგალითად შენ? ბეთლში? ხო, ბეთლში. ვის გაიყვანდი, თქვა, ვიღაც შეიძლება ძალიან კარგი არტისტია, ან კარგი რეპერია, მაგრამ ბეთლში არის სურვებდი. Punchline-ის წერა რომ უნდა შეგეძლოს ხო თან ხვდებით ყველა მსოფლიო, მაგრამ ზოგი სხვანაირად აღიქواس punchline, ზოგი სხვანაირად. ხო და აი, მოდი შევჯერდეთ რა, აი მაყურებლებიც გვიყურებენ, რა არის ეს punchline შეიძლება აუხსნათ მე ავხსენი ერთხელ და არ არის ეგ. Stand-up-ის ტერმინია. მე როგორც ვიცი. ხო. ხო ეგრეა. არ არის მაინც და მაინც stand-up-ის ტერმინი. ეს არის ძველი ინგლისური სიტყვა, რომელიც ნიშნავს იმ ნაწილს ხუმრობაში დამტყმელი ლაინი ეგრეა პირდაპირ. დამტყმელი ლაინი, ხო, უბრალოდ ესე ზუსტი შესატყვისი ერთი სიტყვა არ არსებობს ქართულად და ამიტომ ამ რაღაცა ინტერპრეტაციები აქვს ყველა. რაღაცებს გავდივართ, punchline-ი არის იქ, რაღაცა რეპერული, რაღაცა ქუჩური არ არის და ხო, კიდე რავი რა ფსიქოლოგიურად უნდა იყო მე მგონი მზად ბეთლზე და კიდე ბევრი სხვა დეტალია რა. რომელიც დამუღამებადია. ჯერ ვერ ხვდები, აი რატო უნდა ვიბეთლაო რა. ანუ თავიდან წავაგე, მე მინდოდა რომ მომეგო, მოვიგე, მე აი ჩემპიონის რანგში მაინტერესებს როგორია, ეგეც ვქენი, ეგეც მოვიგე და ეხლა რა ვქნა. ანუ თან აკაპელაც არ არის, თორე აი აკაპელაც მაინტერესებს მუღამი მექნებოდა და ისიც გავდივარ. აი ვფიქრობ მაგას. ხო და რავი, ეხა ჩემპიონ versus ჩემპიონ შეიძლება იყოს მესამე სეზონის მოგება. შეიძლება ვიბეთლო. ეხლა ვინც გახდება ჩემპიონი. ჩემპიონი. აი შეიძლება რა, მიდის მაგას. აი ეს საინტერესო იქნება. მეც მაინტერესებს. ისე პროსტა მე მგონი აღარ მაქვს მუღამი დავიზალე. ისე დამქანცველი არის რაღაც მხრივ რა. კი. კი. რამდენადაც სასიამოვნო პროცესია, იმდენად დამქანცვალია რა. აი მე შენახა დაგისხავ შოტს და ესეთი ჩელენჯი არის. უნდა ორს შორის აარჩიო. რას შორის? ორს შორის, ანუ ანეს, ანის, ან თუ არჩევანს ვერ აკეთებ, მაშინ უნდა დალი. ხუხო. პირველი შეკითხვა. მამა შენი არის რეპერი, ხო? იყო. სანამ მე დავიბადებოდი. მე გადმოგიმოცა შენ. ასევე შენი ნათლია არის ბედინა. ბედინას შემოქმედება, დისკოგრაფია. გამიარა. თუ მამა შენის დისკოგრაფია. მამა ჩემს ერთი ტრეკი აქვს, ანუ რა. ხო, მაგრამ შეიძლება ის ერთი ტრეკი უფრო არა, ბედინასი. ბედინასი? ვა, სად შეიძლება რომ მოვისმინოთ? YouTube-ზე. რა ნიკნეიმი რეპ ბედინა და ჯგუფს ერქვა პანტერა და მაგასთან კოლაბორაცია იყო რა და ეგრე შეგიძლია და ანუ არსებობს კიდე ხელმისაწვდომი არის. კი, მაგარი ნახვები აქვს. ეს დრეის ბიტი არ არის? ხო. ბედინას ყველა ბიტი დრეის გავს. ეხა გეტყვი მამა შენი რომელია? რომელია? ჯერ არ არის. ეგ არის? ეს არის? და ეს არის 2002 წელი მე მგონი თუ რა. აუ, მაგ დროს დავიწყე რეპის მოსმენა. აი, მეორე შეკითხვა. იყო რეპერი თუ იყო საუკეთესო ბეთლ რეპერი? იყო რეპერი, პროსტ, ანუ ხო, პროსტა. ყველაზე ცუდი რეპერი. ყველაზე ცუდი არ მithქოს, რეპერი. სკალაზე რამდენ ანუ რეპერი ხარ რა. ყველაზე კარგი ბეთლემსი. ყველაზე კარგი ბეთლემსი. რეპერობაზე უარს ამბობ. მე ვეღარ ხტები, რეპერი ვეღარ ხტები. აკეთებ, მაგრამ არა ბეთლი გვინდა. ბიჭო, რა ვიცი. მაინც ყველაზე მაგარი ბეთლემსი. მისაღებია. იყო საშუალო რეპერი და ხალხი თვლიდეს რომ საუკეთესო ხარ
თუ იყოს საუკეთესო რეპერი და ხალხი თვლიდეს რომ არ იმსახურებ ამ მაშინ ვინ ტიტულს. გადაწყვიტა რომ საუკეთესო არის? ანუ ხალხის რაღაც კატეგორია ფიქრობდეს რომ არა, არ? შენ ჭეშმარიტები, ჭეშმარიტები. გრემი მაქვს 20. არა, შეხედე? ანუ არ ხარ აღიარებული რა ხალხის. აბა ვინ მაგიარა საუკეთესო რეპერად? ანუ რა თქვა გრემი გაქვს. აი, გრემი გრემი. გაქვს. ო და აიღა ეს არის. ბაზარი კი. გაწყობს. კი. ეხა მეორე ჩელენჯი. დაამთავრე ბარი. ბევრი წაგვიგია. ბევრი მოგვიგია, ამიტომ არ ვეჩნოდ მალადოიგია. ეგ არის. ოჩა, კარგი დასაწყისია. ხოლმე ვხვდები, შენ სიყვარული არ გინდა. და ვერ ყოველობ რა გინდა, მითხარი რა გინდა, გარკვევით, იცოდე ვერ მიახტო შენ ჩემგან გაქცევით. კაბუ ხო? კი და კიდევ ერთი I float like big spirit in this bitch. I'm ghostly. არა ვიცი. იცი. როგორ შეგერს? აი ხარ ორ ჩაგირთავ. I float like big spirit in this bitch like ghostly. I'm ghostly. I'm ghostly. არა ვიცი. What's my name? Eminem და Nate Dogg და Exhibit. ნუ დალიო ახლა ეს შოთი. შენ არა, ხო? მე არა. ზორი რო გამოვიცანი მე ახლა ეს მე რა. პირველი სიტყვით რო გავარდ, აი. ძალიან შეგერგო, გაგიტკბა ხო ეს რეპერობა? გადავიჯვი. ანუ ყველა ნახვაზე რაღაც 1-5 კილო მომატებულია. რა ცხოვრების სტილი. ცხოვრ. ანუ რა. და ცხოვრების სტილს ეწევი. ბიჭო, რა ვიცი, რომ შეავჭამ რა. თუ ისეთი ასაკი გაქვს, რომ შენი საყელოც საჭამს. ხო. შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენ გარეპლაზე. ჩამოვიდეს. მართლა ჩამოვა? აბა რა სიზოს, თუ საკმანისად გააკეთებ. აში უნდა ვაფშე. გაგახარა. Yeah. Hey yo. სანამ ინდუსტრია ზარმაცდება, ჩემთან ახლოვდება წარმატება, კარმა ხდება, ვინ რისი ღირსია, ის რომ ამათ გაუმართლად და მე მაქვს მისია. მე მაქვს დიდი სია იმახრების ვით საქამდე მობიდნი ნავის ბრახვებით მიმართულება შეცვალეთ ერთმანეს დაბეჯახებით აქამდე ჩემს გსმენოდათ გამისნობთ მალე სახელით აქამდე ბრმავთ უმაქებით რა სიზამ თვალის გახელით ტიპები გამოჩნდებიან ცოტა ხნით თვეჩირჩებიან დილის წინ საღამოს ხრებიან და აღარსად გეჩითებიან ასია უკვე წლებია ერთეულებს კი ბედი აქვს ულები ენერგია ეს მუსიკაზე მეტია მინდა გავლენას ვახდე შენზე როგორც წუვის ხალხზე მედია მისი მწვერვალზე თუ ავედი იქ ფულით სავსეხედია ახალი სტუნებები ესეც უნდა ნახო და შინდა ბრუნდე უნებელი მაღალი ძაბო ვერსებზე და როქტენა დენმან უმაწუხებ თუ ანახარ ჯენა ორტეგა და მე ვარ შენი 99-ვე პრობლემა შემოსავლის გარეშე ვარ ნიჭიერი ბოჰემა ყველა გასაღებთან წომა ალიში კის გავხსენის საქმე ვკითხულობდი აგათა კრის ერკიულ პუაროს გამჭრია ხო ბაისევ ჭრის გადავიჯვი თითქოს ბიჭი ვიყო აილიშის იტირე მეტი whenever თამაშე razor blade is plan B oh ride the plunder and it can be შენი მინორული რეპოსტები soul back me ილუზიაში ვარ თითქოს ფსიქოდელურზე ვზივარ უთავო მხედრები ხარ და მე ერთი თავი წინ ვარ საშიშია ასათი თუ კი წინ ამიდეთივა მე ვარ final boss-ი შენ ფინალამდე ვერ მიხვალ და თუ ხედავ საიფერს მაინც და მაინც the worst ლაბირინთში ვარ და საქმეში მე mind based real check my blast on this ყველას ვინც არ ჩაითრევს bears M2J's და მათე machine micros back ეგ არის აი თქვენ უყურეთ გადაცემას გაუგე ბარი ჩემი სტუმარი იყო ბანი კარგად რითმო peace out წლების მანძილზე ვუშვებდი ამ შეცდომას ქართულ და ინგლისურ ვიდეოებს ერთ არხზე ვტვირთავდი შედეგად ალგორითმი აირია ქართული არხის გამომწერებს ინგლისური ნაკლებად აინტერესებთ ამის გამო ქართულ ვიდეოებსაც დააკვდა ნახვები გადავწყვიტე დავიწყო ნოლიდან შევქმენი ცალკე არხი სადაც მხოლოდ ინგლისურ მასალას განვათავსებ თუ გაინტერესებს ჩემი ინგლისური შემოქმედებაც გამოიწერე Cash Life